გამარჯობა, მიმდინარე მოვლენების ანალიზით პირდაპირ ეთერში კვირის ქრონიკას წარმოგიდგენთ. Ყოველ დღეს ახალი ამბები მოაქვს და ამ ახალ ამბებს ჩვენ თქვენ ტელეეკრანის საშუალებით გაგაცნობთ ხოლმე. ზოგჯერ ისეთი შემთხვევები ხდება სტანდარტული, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ალბათ ისე დამთავრდება, როგორც მსგავსი ასეთი შემთხვევა სხვა ბევრი დამთავრებულა. ზოგჯერ ისეთ არაორდინალურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, რომ პროგნოზირება ჭირს. ზოგჯერ კი ერთი კონკრეტული შემთხვევის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრი 2-3, ზოგჯერ მეტადაც იყოფა და ეს როგორც წესი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ხდება. მაგალითად ისეთების, როგორიც არის არჩევნები. აი მაგალითად თქვენ, რას ფიქრობთ არჩევნების შესახებ და რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს გარშემო იყოფებიან. ერთი კი ცხადია, ჭაპანს ცნობილი რუსული იგავის თანახმად ყველა სათავისოდ ეწევა. და ჩვენ კვირის ქრონიკის სხვა გამოშვებებში გვისაუბრია, როგორ აკეთებენ ამას სხვადასხვა ხელისუფლები და ვაგრძელებთ კვლავ ამ თემას. ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილმა წამოიწყო ტურნე საქართველოს მასშტაბით. მან შიდა ქართლის სოფლები, კალთისხევი, მეჯვრისხევი, ხელთუბანი მოიარა და ბააგარეს ესტუმრა და დაასკვნა, რომ გორს ნამდვილი მაფიაა მომჯდარი. ეს მისი სიტყვებია. კასპში კი მან ნაციონალური მოძრაობის წევრების პოლიციაში გატარებული ღამის შესახებ შეიტყო. ძალიან საინტერესო რა გაჭირება ადგა კასპის პოლიციას ასეთ არაპოპულარულ და უკანონო ღონისძიებას რომ მიმართა. იმის გათვლა, რომ სააკაშვილი ამ შემთხვევას მშვენივრად გამოიყენებდა და მასზე ირონიით ისაუბრებდა, ხომ ძნელი არ იყო, მაგრამ კასპის პოლიციას ამგვარი გამოცდილება ეტყობა არ ჰქონდა. პარალელურად ნაციონალებმა წამოიწყეს სხვა აქცია თბილისში. მათი რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა დავითაშვილი და ზვიად ციციგური, იუსტიციის სამინისტროს შენობაში შიმშილობენ. ეს ღონისძიება მათ სამტრედიის პენსიონერების მხარდასაჭერად აღიქმეს. საქმე იმას ეხება, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით პენსიონერებმა უთვნელი გაყინული პენსიების მისაღებად სასამართლოს მიმართეს. სხვათა შორის კასპში მათ ეს სასამართლო პროცესი მოგებული აქვთ. სამტრედიაში კი მიუხედავად იმისა, რომ გაცემული იყო სახსრულებო ფურცელი, მას ვადა ისე გავუვიდა პენსიონერებმა პენსიები ვერ მიიღეს. ანუ ნაციონალური მოძრაობა დადგა საფრთხის წინაშე, რომ მათ ჩაუგდებდნენ აქციას, რომელზეც სერიოზული იმედს ამყარებენ და ფიქრობენ, რომ იგი არჩევნებში მიღებული ხმათა რაოდენობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. მათ იციან, რომ ესაა კანონის დარღვევა აღმასრულებელთა მხრიდან, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, რადგან იციან, ჯერ ერთი რომ საქმე რეგიონს ეხება. ამიტომ რეგიონის აღმასრულებელთან ბრძოლას იმდენი ეფექტის მოხდენა მოსახლეობაზე არ შეუძლია, რამდენიც იუსტიციის მინისტრთან და ქვეყნის პირველ პირთან ბრძოლას. თან აქცია საკმაოდ კეთილშობილურად გამოიყურება. მოკლედ ეს მათთვის ძალიან მომგებიანია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ გაღებული მსხვერპლის მიხედვით ეს არ ჩამოუვარდება დენელ აფხაზ მეომართა აქციას. შიმშილობენ მეომრები, შიმშილობენ დეპუტატებით. შეიძლება საკითხი დავსვათ ასეთ. შევარდნაძემ აღარ იცის უკვე რომელ მოშიმშილეებს მიხედოს. ამიტომ მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. არც ერთს ყურადღებას არ აქცევს. ეს მას არ სჭირდება. სამაგიეროდ არაერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს აფხაზი მეომრების სიმპათიები დაიმსახუროს. ისინი კი თავს ჯერჯერობით არ ატყუებინებენ. ამასთან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება იმდენად, რომ ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მაგრამ ყველაფერი ისეა, ვითომც არაფერი. საზოგადოებრივი ინდიფერენტიზმი კვლავ მდგარ პოზიციას ინარჩუნებს. საბჭოს ხდომა გაიმართა. მიზეზი მძიმე კრიმინოგენული ვითარება. მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, ვითარება აი ასე გამოიყურება. ორშაბათს ფლავისმანი ტყვიავის გზაზე მოხდა მორიგი ყაჩაღობა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში კი მეხუთედ მოიპარეს სადენები. სამშაბათს დაფიქსირდა ელექტროსადენების მოპარვა ვარიანში. ოთხშაბათს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გომთან. გარდა ამისა აღმოაჩინეს ოჯახი კასპის რაიონში, რომელიც ბავშვებით უკანონოდ ვაჭრობდა. ხუთშაბათი ეს ერთადერთი დღეა, როდესაც ჩვენს გადამღებ ჯგუფს მსგავსი არაფერი გადაუღია. სამაგიეროდ პარასკევს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა მსხვერპლით. ერთი მცხეთაგორის მონაკვეთზე და მეორე გორში კეცხოველის ქუჩაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ავტომობილს კი სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მართავდა, რომელიც ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. შაბათს მოხდა ყაჩაღობა გორში შინდისის გზატკეცილზე. გარდა ამისა დაფიქსირდა მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ატენთან. მოკლედ, პოლიციელებს საქმე არ ელევათ. მე ამ ამბებს მინდა დავამატო ისიც, რომ დღესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშევთან, რომელიც მსხვერპლით ორი ადამიანის მსხვერპლით დამთავრდა. გარდა ამისა, რწმუნებული საბჭოს ხდომაზე აქტიურად დადგა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის საკითხი.
ისინი ძალიან შეეცადნენ გუბერნატორ ქობლიანიძის გული მოეგოთ, მაგრამ ქობლიანიძე მათ მაინც მიუხედავად ამისა სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. დაიწყო თუ არა კვირა ორშაბათსვე ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა გორის რაიონის სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე დათესილ კანაფს მიაგნო და დიდი პომპეზურობით გაანადგურა. ამ საქმის ორგანიზატორებმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადეს, ყოველდღე უნდა დაიგეგმოს მსგავსი ღონისძიებები, ეს ნარკომანთა რიცხვს შეამცირებსო. ჩვენც ძალიან მალე ასეთ ღონისძიებებს ყოველდღე დავგეგმავთო. ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლები ალბათ გრძნობდნენ. სხდომაზე გუბერნატორი არ დაგვინდობს, ამიტომ სასწრაფოდ 3220 ძირი კანაფი გაანადგურეს. დაგეგმა, რომ საქმეს შველოდესო და ეს ფანდი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ შიდა ქართლში დავით ქობლიანიძეს მხედველობის არიდან არ გამორჩენია. მხოლოდ ჩვენ ერთი რამ ვერ გავიგეთ, რატომ დაემუქრა გუბერნატორი მათ სამსახურიდან მოხსნით, მათ ხომ ასეთ მნიშვნელოვანი მასშტაბური ღონისძიება განახორციელეს. ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ უფრო მასშტაბური რამ მათ ალბათ ჩაეფუშათ ან გაუფუჭდათ, რა კი ასეთ სერიოზული შენიშვნა მიიღეს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რა იყო მაინც ასეთი. თქვენ უკვე მეორე კვირაა თვალსადევნებთ ფირმა ჩინარის ისტორიას და დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ მაინც რა ჩანს ამ ამბიდან. ბარათაშვილის ჩინარს რომ დავესესხოთ, აქ რაღაც საიდუმლო ენაზე საუბარი მართლაც არის. ეს ამბავი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ნინო ჩხობაძის ჩამოსვლიდან 1 თუ 2 დღით ადრე იღებს სათავეს. ანუ ტვირთი მაშინ დააკავეს რკინიგზაზე. მინისტრისა და რეგიონის ხელისუფლების შეხვედრის დროს კი ნინო ჩხობაძესთან მათ თავი მოიწონეს. აი ასე უფრთხილდებით ბუნებას და ჩვენ დღე-დღეს არავის ვატანთო. მინისტრმა სთხოვა ამის შესახებ ცნობები აუცილებლად მომაწოდეთო და ალბათ დადებითი პასუხიც მიიღო. მაგრამ ჩხობაძე რომ გორში არ დარჩებოდა, ეს ჩვენმა ხელისუფლებმა კარგად იცოდნენ. მათ გუმანმაც არ უმტყუნა. დიდი ოდენობით მოჭრილი ხე-ტყე, რომელიც ჯერაც ვერ დაადგინეს, ნაურის რაიონში იყო მოჭრილი, ახალგორის რაიონში თუ ორივეგან რკინიგზაზე ვაგონებში დატვირთული გუბერნატორ დავით ქობლიანიძის მითითებით გააჩერეს. ერთი დარღვევა ის, რომ მსგავსი ტვირთი სახელმწიფო რწმუნებულის ბრძანებით არ შეიძლება გაჩერდეს, ეს უბრალოდ მისი კომპეტენცია არ არის. მეორე და ღიმილის მომხრელი კიდევ ის, რომ ტვირთის პატრონებს საბუთები ხელთან არ აღმოაჩნდათ და ითხოვეს გვადროვეთ მოვიდანთო. მათ ის ალბათ იშოვეს მხოლოდ ახალგორის სატყეოდან. თქმით კი თქვეს, ხეს ნაურის რაიონში მოვჭერითო. გაკონტროლებაზე კი იქნებ ორივეგან მოჭრეს არავის უფიქრია. საგულისხმო მომენტია, რომ ტვირთმა გზა ტყიდან რკინიგზამდე შეუფერხებლად გაიარა, მაშინ როცა ამ მანძილზე მას რამდენიმე სამსახური უნდა ამოწმებდეს. ტვირთის მეპატრონეებს კი, ანუ ფირმა ჩინარს არანაირი პრეტენზია არ გაჩენია უკანონოდ დაკავებულ მათ ტვირთზე, არც გუბერნატორთან, არც ხაშურის რაიონის გამგებელთან, რომელმაც დავით ქობლიანიძის მსგავსად საგამოძიებო ღონისძიებები შეითავსა და არც რკინიგზის დეპარტამენტთან. მათ ალბათ სწორედ ამ უპრეტენზიობამ უშველა, რომ 8 ვაგონმა ხე-ტყემ, რომელიც მინისტრ ჩხობაძეს უკანონო მოჭრილად გააცნეს და მასთან საქმის კეთების ილუზია შექმნეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ეს ამბავი ჰეპი-ენდით დაამთავრეს. ანუ ტვირთმა უპრობლემოდ ჩააღწია ფოთამდე, საიდანაც შემდეგ საწავა ღმერთმა იცის. ეკოლოგიური პოლიცია ამ საქმეზე ახლა მოკვლევას აწარმოებს და ამ საქმეს ალბათ კიდევ კარგ ხანს მოანდომებს. გავლენის სფეროებისთვის დავა დიდი ლიახვის ხეობაშიც. აქ პირველობას ერთმანეთს ზაურ ქრისტესიაშვილი, ერედვის თემის ყოფილი გამგებელი და პარლამენტარი ვახტანგ გურამ ვახტანგაშვილი ეცილებიან. გასულ კვირას პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში დავით ქობლიანიძე დილემის წინაშე აღმოჩნდა. მას ხან ქრისტესიაშვილის მომხრეები სტუმრობდნენ დეპუტატ გურამ ვახტანგაშვილის გადაყენების მოთხოვნით და ხან ამ უკანასკნელის მომხრეები, რომლებიც ზაურ ქრისტესიაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. რეალურად გუბერნატორს არც საკრებულოს გამგებლის დათხოვნის უფლება აქვს და არც დეპუტატის, თუმცა ეს ამბავი მაინც გადადგომით დასრულდა. ზაურ ქრისტესიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზი ძალიან საინტერესოა. ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში კი განაცხადა,
რომ დეპუტატს არ სურს პარლამენტარობის კანდიდატად დასახელდეს მისი ძმა, რომელიც გახლავთ ექიმი და მას ამიტომ ებრძვის. ანუ მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი პარლამენტარობისთვის ბრძოლა. მათ შორის კამათის დროს ნახსენები იყო წითელი მიწები. ეს გახლავთ პემზა, რომელიც ერედვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვება და რომლის გაყიდვაზეც ყოფილი გამგებელი და დეპუტატი ურთიერთბრალდებებით გამოდიან. ეს წიაღისეული თავისი ფასეულობით მთელს ხეობას ალბათ უპრობლემოდ შეინახავდა, მაგრამ აქ კიდევ ერთი დეტალია. ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით წიაღისეულის მოპოვებაზე კურირების ექსკლუზიური უფლება სახელმწიფოს აქვს, თანამდებობის პირებს კი სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებათ, პემზით სარგებლობა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი. ეს გზა კი არალეგალური გახლავთ. მოდით ახლა ანეკდოტური სიტუაციები გავახსენოთ, რომლებიც მიმდინარე კვირის მანძილზე ხდებოდა. თუმცა მათზე ჩვენ არ გაგვეცინება, რადგან ისინი ჩვენს თავსაა დატეხილი. სურამში არ არის არც წყალი, არც ელექტროენერგია. სამაგიეროდ მშვენიერი კურორტია. სადენების ქურდობებია დაფიქსირებული გორის რაიონის სოფლებში, ვარიანის მეურნეობა, პატარა გარიჯვარი, წედისი, უფლისციხე, ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში. მსგავსი ფაქტები იმდენად გახშირდა, ჟურნალისტების მხრიდან სამართალდამცავების ძებნა კომენტარის ჩასაწერად სულ ზედმეტია. შეგვიძლია უკვე ჩვენო გავაკეთოთ კომენტარი. ძიება მიმდინარეობს. გორის რაიონის როგორი ხალასი იუმორი აქვთ ჩვენს ხელისუფლებს. რაიონის სოფელ ზეღდულეთში სარწყავი წყალი 10 წელია არ ჰქონიათ. სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსმა ზაქრო მაზმიშვილმა კი, როცა მოსახლეობა წყლის მოთხოვნით გამგეობის შენობას მიადგა, განაცხადა: არ ვიცოდიო. ზეღდულელებმა უთხრეს: რა კი არ იცოდით, მაშინ ძალიან საპატიო მიზეზი გქონიათო. ამის შემდეგ მაინც იქნებ გვეშოვოს რამეო. სამმართველოში საქმე შეისწავლეს და მოსახლეობას 2 დღის შემდეგ განუცხადეს. სანამ თქვენამდე მოვა წყალი, 44 სოფელი უნდა გამოიაროს. აქამდე კი იმ მიზეზის გამო არ მოდის, რომ წყალი დანარჩენ 44 სოფელში იხარჯებაო. ის ამბავი კი გეცოდინებათ ხაშურში უპატრონო ძაღლები როგორ დაბრძანდებიან მატარებლებით. ეს ამბავი, ეს ინფორმაცია მოდის ოფიციალური წყაროებიდან, ამიტომ მას თლად იუმორით ნუ შეხედავთ. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობდით. მე ახლა შემოგთავაზებთ სიუჟეტების კოლაჟს მიმდინარე კვირას განვითარებული მოვლენებით. მე კი გისურვებთ ენერგიულობას, აქტიურობასა და კარგ ბუნებაგანწყობილებას. ნახვამდის. 13 იulis ღამით ფლავისმანი ტყუიავის გზის მონაკვეთზე მკვლელობა მოხდა. რამდენიმე შეიარაღებული თავს დაესხა BMW-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბონდო ვათიაშვილის პირადი მძღოლი 43 წლის ქართლოს მიდელაშვილი მართავდა. მძღოლს თავდამსხმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ერთ-ერთი მგზავრი კი მსუბუქად დაიჭრა. სამართალდამცავები აცხადებენ, რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა. თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ თავდასხმა ავტომანქანის გატაცების მცდელობის მიზნით მოხდა. თბილისის ენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აგარაგომის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხაშურიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი კამაზის მარკის ავტომანქანა მოტოროლერს შეეჯახა. რის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო გაჩერებულ მოტოროლერზე მჯდარმა 8 წლის ალექსანდრე ქობეზაშვილმა, რომელიც ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს. კამაზის მარკის ავტომანქანა ავარიის შემდეგ გამწვანების ზოლში გადავარდა. მისი მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 17 იulis სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ბაგრატ მეტსახელად ბალა ნიკოლაიშვილი დააკავეს. სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ნიკოლაიშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებისას მან პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. ისინი აღნიშნავენ, რომ დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლები. რკინიგზის სადგურის დასახლებაში კეცხოველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ტრისტან ალიმბარაშვილი მართავდა, ქუჩაში მოთამაშე 7 წლის სოფიკო ქოჩლავაშვილს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ძიება მიმდინარეობს. ტრისტან ალიმბარაშვილი სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ტრაგიკულად დასრულდა ასევე მცხეთა-გორის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარია. თბილისიდან გორის მიმართულებით მოძრავი 07 მარკის ავტომანქანა კამას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი 24 წლის ოლეგ მესხი ადგილზევე დაიღუპა. მისი მგზავრი გელა ყაულაშვილი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გორის ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს.
სოფელში შინდისის გზატკეცილზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა კოპაძეების ოჯახზე. სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კოპაძეების ოჯახში შეიარაღებული ნიღბიანები დაახლოებით დილის 4 საათზე შეიჭრნენ. ოჯახის უფროსი მანენა კოპაძე თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს და ოჯახიდან ვიდეო მაგნიტოფონი, მუსიკალური ცენტრი და 3 ამერიკული დოლარი წაიღეს. შიდა ქართლის ანტიკორუფციულმა კავშირმა გასული წლის მსგავსად გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე დამკვირვებლის სახით დასწრების უფლებისათვის გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა.